Ცოცავი ანექსია კრემლის პოლიტიკის გაგრძელება და მორიგი პროვოკაცია. ვინ როგორ აფასებს სოფელ დვანში განვითარებულ მოვლენებს, გამართლებულია თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და რა უნდა დაუპირისპიროს ოფიციალურმა თბილისმა კრემლს. პრეზიდენტობის კანდიდატები, მმართველი გუნდი, ოპოზიცია და ექსპერტები. ქარლის რაიონში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე ნათია ორელაშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში და ნათია, აღშფოთების და შეშფოთების მიუხედავად ვითარება მაინც არ იცვლება, რაში ხედავენ პოლიტიკოსები გამოსავალს. ლევან, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა დღეს განცხადება დვანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად მცირედი სხვადასხვაობისა, მათ მოსაზრებებს შორის ერთ პუნქტში თანხმდება ყველა, რომ დიალოგი რუსეთ-საქართველოს თემაზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ თემას გამოეხმაურა როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია, ისე პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტოლოგები, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილი დღეს სიტუაციას ადგილზე გაეცნო და რუს სამხედროებთან გასაუბრებაც კი სცადა. კანდიდატ პრეზიდენტი გრუზიის შალვა ნათელაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატის მცდელობა მათ მშობლიურ ენაზე გასაუბრებოდა რუს სამხედროებს წარუმატებლად დამთავრდა. შალვა ნათელაშვილმა დვანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც სამხედროები მავთულ ხლართებს ავლებენ. ადგილზე ლეიბორისტების ლიდერმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. გაპრეზიდენტების შემდეგ მე მაქვს სერიოზული ინიციატივები, რომ დარეგულირდეს ეს კონფლიქტი, ჩავალ პირველ ვიზიტს გავაკეთებ მოსკოვში. დავილაპარაკები რუსეთის ხელმძღვანელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მშვიდობიანად აი ამ ტერიტორიებს ყველაფერს შემოვერთებ და გავერთიანდებით. ზურაბ აბაშიძე თითქმის ერთი წელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელია. ამ სტატუსით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს იგი უკვე მეოთხედ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე კარასინის შეხვედრის ფორმატი მსგავსი საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, პრემიერის წარმომადგენელს მცოცავი ოკუპაციის შესახებ საუბარი მაინც მოუხდა. მათი პოზიცია ასეთია, 2008 წელს ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ მათთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და არანაირი საერთაშორისო ნორმა ამით არ ირღვევა. აი აქ მოვდივართ ჩვენ უახლოვდებით სწორედ იმ წითელ ხაზებს, რომლებზეც ჩვენ იქ არ ვსაუბრობთ, მაგრამ რომელთა გამო ჩვენ აი ამ მოჯადოებულ წრეში ვართ მოქცეული. ქართულ მხარეს შეუძლია რუსეთის აგრესიულ ქმედებას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები დაუპირისპიროს. განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. ეს არის თვითონაც და დამოუკიდებელ წარმოქმნ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის საქმიანობა და როგორც ბატონმა კარასინმა ძანა თურმე დაცვა შეიძლება იმის რისი დანახვა შეგიძლია ან შემოფარგლა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ტყუილი. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაზე უარს არ იტყვის. თია წულკიანის თქმით, მან მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარებს მიაწოდა. ჩვენ მშვიდობიანი გზით ყველა იმ შიდა თუ საერთაშორისო მშვიდობიანი ბერკეტის გამოყენებით მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორია რუსეთთან დიალოგის შედეგად სხვათა შორის რაც შეიძლება მალე იყოს დეოკუპირებული. ცოცავი ოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების ბრალია, ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის შეფასება. სერგო რატიანი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შემთხვევაში საქართველოს მუდმივად მსგავსი პრობლემების წინაშე იდგება. პრობლემა არის თვითონ პოლიტიკაში, რომელიც აქვს ხელისუფლებას. თქვენ იცით, რომ მისი პოლიტიკა არის, რომ ჩვენი და რუსეთს შორის არსებული პრობლემები არ გახდეს პრობლემები დასავლეთისთვის. შევიდა თუ არა ჩიხში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მიუხედავად ახალი მთავრობის განსხვავებული რიტორიკისა, იურისტ ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთთან დაყვავებას შედეგი არ მოაქვს. მოვლენების შეფასებისას არ ჩქარობს რამაზ საყვარელიძე. სავარაუდოა, რომ რუსეთი ელოდება საქართველოს თემაზე რაღაც მოლაპარაკებებს სამომავლოდ და შეიძლება რუსეთი ამწვავებს ურთიერთობას, რომ მერე საქართველოს სათხოვნელი კონდეს ამ საზღვრის ამოძრავება და არა სხვა რაიმე უფრო არსებითი. ხელისუფლების პოლიტიკა იყო მცდარი, ვინაიდან მათ ჩათვალეს რატომღაც რომ წინააღმდეგობის ნუსხიდან უნდა ამოვიდეს საქართველო და ეს არის ასე ვთქვათ თვითმკვლელობის თვალსაზრისი, როგორც კი ჩვენ დასავლელი მოკავშირეები არ დაგვეხმარებიან და არ შეაწუხებენ, ასე ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებას ნებისმიერ დიპლომატიურ ფრონტზე, კიდევ უფრო გათამამდება რუსეთი. რუსმა სამხედროებმა მავთულ ხლართების მონტაჟი სოფელ დიცის შემდეგ დვანში 2 დღის წინ განაახლეს. საოკუპაციო ზოლმა დაახლოებით 500 მეტრით გადმოიწია.
ნათელაშვილისგან განსხვავებით სოფელ დვანში დღეს არ ჩასულან, თუმცა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხს გამოეხმაურნენ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, რუსეთის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მეზობელი ქვეყანა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არ არის. აღმაშფოთებელი, სამწუხარო და მიუღებელი ასე აფასებს საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე პროცესებს ნინო ბურჯანაძე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ვითარებაში აფასა დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმაც. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მოქმედების რესურსი, ეს არის ჩვენი თანხმობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენი სრული თანხმობა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობასთან. სწორედ ამ მეთოდის ამოქმედებას ვაპირებთ ჩვენ ეს მიგვაჩნია ქმედით საშუალებას. ეხლა რუსეთის მიერ ასეთი ნაბოლთვის კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს რუს დიპლომატებს. ამ შემთხვევაში ვინ უნდა იყოს ამის, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის გამჩერებელი, მომგვარებელი? უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ ვერაფერს ვერ აკეთებს. და ის რომ დღეს ხდება ეს რუსეთის მხრიდან, ესეც რაღაცაზე მეტყველებს, ხომ? ესეც რაღაცის ნიშანია. საქართველოს მთავრობაში ის ადამიანები, რომლებიც დღესაც კიდევ თვლიან, რომ შეიძლება არსებობს რაღაცა ორი რუსეთი და კრემლში ეს ამბავი არ იციან და ადგილზე ცხინვალში რომელიღაცა პოლკოვნიკი იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ან უბრალოდ გონება ჩლუნგია, ან მთელს მთავრობას ამყოფებს სირაქლემას მდგომარეობაში. ბოლოს გეტყვით, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას პოლიტიკური სპექტრი როგორც წესი კიდევ ერთ თემაზე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის სოჭის ოლიმპიადა. ქართულმა მხარემ არაერთხელ გაანმარტა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებაზე უარს ამბობს, თუმცა ადეკვატურ ნაბიჯებს ელის რუსეთისგანაც. ეს ნაბიჯები კი იმაში უნდა გამოიხატოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უნდა იყოს წარმოდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით ოლიმპიადაზე. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ქართულ სოფლებში მიმდინარე პროცესების პარალელურად ჟურნალისტების მიერ ოლიმპიადის გასაშუქებლად საჭირო სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების სტატუსი სწორედ დამოუკიდებელი სუბიექტია. დიდი მადლობა ნათია ნათეორულაშვილი საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.